ახლა გადავიდეთ მეორე ძირითად პუნქტზე, საკვებზე, კვების რეჟიმზე და რაციონზე. ცოტა ხნის უკან ვახსენე, რომ საკვებმონელების სისტემა ბოწვრის, აკილევსის ქუსლია, ეს მართლაც ასეა, რადგან ასეთი მგრძნობიარე სისტემა არც ერთ სხვა ცხოველზე არ მეგულება. ამიტომ აუცილებელია ვაკონტროლოთ საკვების ხარისხი, დავათვალიეროთ ვიზუალურად, რათა ობი და სიდამპლე არ ქონდეს მარცვალი იქნება ეს, თივა თუ გრანული ვახი. წვნიანი საკვების მიცემისას კი ზომიერება და სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით მოზარდებში, სასურველია მცირე ულუფებად მივცეთ და არ გამოვიყენოთ ძირითად საკვებად. თუმცა არსებობს ბოწვრის შენახვა გამოზრდის რამოდენიმე მეთოდი, როგორცაა გალიებში გამოზრდა, ვოლიერული და ზოგს დიდ შემოღობილ სივრცეებში ყავთ გაშვებული. ამ მეთოდებიდან გამომდინარე, განსხვავდება კვების რეჟიმი და საკვები რაციონიც. გალიებში გამოზრდისას თუ გვინდა სწრაფი ზრდა მივიღოთ, გვჭირდება კომბინირებული გრანულირებული საკვები. მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია პერიოდული პრევენციები, ვინაიდან გალიაში მჯდომი ბოწვერი ნაკლებს მოძრაობს, მონელების პრობლემებიც უფრო ხშირია. კარგია დამხმარეთ თუ გამოვიყენებთ ბიოლოგიურ პრეპარატებს, როგორიცაა ოლიგოფოსი, დასტონიკი, ჰიპროსანი და პრობიოტიკებს, როგორიცაა პრესანი და სხვა. ასევე აუცილებელია კოქციდიოზის პროფილაქტიკა, განსაკუთრებით ახალ-ასხლეტილი მოზარდებისთვის და შემდგომშიც პერიოდულად. ძალიან კარგია სუფთა თივას თუ მივცემდით ხშირად, რადგან თივა ბოჭკოა, ბოჭკო კი ნაწლავების ძრავია, თუ ძრავი მუშაობს, იმუნიტეტიც ფხიზლადაა. წყლის ნაკლებობა იწვევს სისხლის გასქელებას და ტოქსინების დაგროვებას. ამიტომ წყალი ყოველთვის უნდა ქონდეს ბოწვერს და ხშირად გამოუცვალოთ. ბოწვერი თავისი ბუნებით არის მშვიდობის მოყვარე, მისი ჯანმრთელობა მთლიანად დამოკიდებულია გარემოს სტაბილურობასა და კვების რეჟიმზე. ის არ არის მხოლოდ ცხოველი, ის არის ზუსტი ბიოლოგიური ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად სწორად იმართება მეურნეობა.